საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკამ დინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკამ დინარაძე, რომელიც კვლავად შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. სუსიდან გათავისუფლებული გენერალ-მაიორის ურთიერთობა ძალოვან სტრუქტურებთან სამთვეში საბოლოოდ დასრულდა. მამუკამ დინარაძე კარიერულ დაღმართზეა. გადარჩენას კობახიძე ისევ ახალი სამსახურის შექმნით ცდილობს. ამჯერად მთავრობაში მხოლოდ მისთვის რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. გაურკვეველი ფუნქციით და ბადით პრემიერმა დინარაძე სწორედ ამ პოსტზე წარადგინა, თუმცა ის ჯერ არ არსებობს. ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. დინარაძე კობახიძესთან ერთად გუშინ დღის მეორე ნახევარში მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგების ოთახში გამოჩნდა. პრესკონფერენციის მოულოდნელად ჩანიშვნა და მათი ერთად გამოჩენა უკვე მიანიშნებდა, რომ მთავრობაში ისევ ცვლილებების დრო იყო. თუმცა ეს დრო როგორც ჩანს კობახიძეს არ შეურჩევია. სხვაგვარად გაურკვეველი რჩება, რატომ გადაწყვიტა დინარაძის გადაყენება კოორდინაციის მინისტრის პოსტიდან დანიშვნიდან 3 თვეში. ეს პოსტიც დინარაძესთან ერთად გაუქმდება. ყველაზე მთავარი ნიშანი იმისი, რომ მამუკამ დინარაძე სპედი გადაწყვეტილია და დამთავრებულია და კობახიძე უბრალოდ რაღაცებს იგონებს. არის ზუსტად ის, რომ პარლამენტის ცვლილება ჯერ ვერ შეაქვს ხო კანონში, იმიტომ რომ სესიები არ არის. ოღონდ დინარაძემ მაინც გაათავისუფლეს იმ თანამდებობიდან, რომელიც ფორმალურად ჯერ ისევ არსებობს. და წარადგინეს თანამდებობაზე, რომელიც ფორმალურად ჯერ არ არსებობს. ანუ ხვდებით, რამხელა მიუღებლობა აქვს ბიძინას დინარაძის, რომ ერთი კვირაც კი ვეღარ აიტანა, რომ ის ამ თანამდებობაზე დარჩენილიყო და მოითხოვა მისი სასწრაფოდ გათავისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა სანამ კანონი არ შეიცვლება არსებობს და ახალი თანამდებობა სანამ კანონი არ შეიცვლება არ არსებობს. დინარაძემ როგორც მას ჩვევია, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ მართლა ამ თანამდებობაზე იყო და მართლა სამართალდამცავებთან რაღაცა ტიპის კოორდინირებით და უფროსობით უნდა დაკავებულიყო და როგორც კი გადაიკვეთა მისი გზები ივანიშვილის მიერ ხელდასმულ რეალურ ნამდვილ შეპესოს უფროსებთან იქ სამართალდამცავ სისტემაში, მაშინვე კობახიძე მიიღო დავალება, რომ ამ ბიჭს ზედმეტები მოსდის და ეხა სასწრაფოდ სახლში გაუშვით. კობახიძე დაკავებულია თავისი ძმაკაცის შრომის მოწყობით. არ ემეტება, ენანება. რა სტატუსი აქვს ახლა მამუკამ დინარაძეს? ვიდრე პარლამენტის სექტემბერში შეიკრიბება და მისთვის ახალი სამსახურის შესაქმნელად კანონს შეცვლის, მანამდე დინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრი იქნება. ანუ მხოლოდ 2 თვით. 2 თვეში ეს პოსტიც გაუქმდება და დინარაძე რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრი გახდება. ახლა კითხვა ისაა, რატომ დასჭირდა კობახიძეს მთავრობაში ეს გადათამაშებები? რადგან ესეთი ეგრეთ წოდებული კარუსელი თამაშდება თან ესე უნიჭოთ, რომ სექტემბრამდე უნდა გადაიყვანონ დროებით, მე ახალი სამინისტრო შექმნან, ის რაც შექმნეს ეს უწყება 3 თვეში პრაქტიკულად ლიკვიდირდა, ეს ყველაფერი აჩვენებს უსისტემობას, ქაოტურობას. ბიძინამ ხო საბელი დაუგრძელა ამა და ილუზია გაუჩნდათ, რომ ბიძინას გარშე შეეძლოთ რაღაცა, ხო? რაღაც გაკეთება თვითონ, მით უმეტეს ბიძინა ესეთ ტესტებს უტარებს, რომ მიდით, მე ნუ მირეკავ, თქვენ თვითონ იმუშავეთ, ხო? ეს ილუზიას უქმნის დამოუკიდებლობის და ამათმა ჩათვალეს, რომ მართლა თვითონ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, ხო? და ბიძინა აკვირდება ამ დროს ეს როგორ იქცევა. ხო, ამან დაიჯერა რომ მართლა რაღაც კურატორი იყო, მინისტრებს ურეკავდა შინაგან საქმეთა მინისტრს იმას, რომ აბა ის გავაკეთოთ. ისინი ეუბნებოდნენ, რომ წითელი ხაზები და ეთყობა რაღაცა ისიც მოხდა, დაძაბულობაც მოხდა ამ კუთხით, ხო? და გასაგებია ამას რაც მოყვა საბოლოო ჯამში. ანუ ეს არის შიგა სასახლის თამაშებია რა. დინარაძის ინიციატივა იყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ცენზურის დაწესება სოციალურ ქსელში და მასვე მიაწერენ არაფორმალური ჯგუფების აღმოცენებას ძალადობის მუქარით. სავარაუდოა, რომ დინარაძემ პარტიისთვის უფრო მეტი პრობლემა შექმნა ვიდრე პირიქით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი მას პოლიტიკური ველიდან აქრობს. კობახიძე კი ბოლომდე ვერ იმეტებს. ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ ძიმე მდგომარეობაზე, რაც მოაწყო მან სახელმწიფო უწყებებში
და მდინარაძეს, რომელიც ადგილით არსად არ მოიძებნა, საბოლოოდ როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნა, გაგზავნიან სოფელში. ესე გაგზავნეს მდინარაძე სოფელში, რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა. სერიოზული შეფასების გაკეთება ნამდვილად მიჭირს, მაგრამ წითელ წიგნში არის შესატანი ჩემი აზრით რეკორდსმენი მდინარაძე, რომელმაც რამდენიმე თვეში ესეთი უმაღლესი ჩინი და მედლები მოიპოვა და უფროს დაჩქარებულად საერთოდ გაანულა საკუთარმა გუნდმა. რეალურად ამას ეს საბოლოო ჯამში შეშეფასოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება ივანიშვილის პირადი კომფორტისთვის. ოცნებაში განმარტება მხოლოდ დღეს გააკეთეს და ისიც ზოგადი კომენტარით. პარტია ამბობს, რომ ახლა მდინარაძემ რეგიონებში დაგვიანებული გადაწყვეტილებების პრობლემას უნდა მიხედოს. თუმცა როგორ მოხდება ეს თავადაც არ იციან. იციან მხოლოდ ის, რომ უნდა შეაქონ. თან ასე. ლოგიკურია, რომ ამკამ მდინარაძე ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და შვეიცარიული საათის ისარევით იქნება აწყობილი რეგიონების მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ამკამ მდინარაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა მის მუშაობის სტილს და უნარჩვევებს. რომ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, რომ ამკამ მდინარაძე აღარ იყოს ჩვენი გუნდის ლიდერი. რეგიონული განვითარების მიმართულებით ახალი მინისტრის პოსტი გრიგოლ ლილუაშვილისთვისაც შექმნეს, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. მას ამ პოსტზე არც ერთი დღე არ უმუშავია კობახიძესთან დაპირისპირების გამო. ახლა საინტერესოა მდინარაძე რამდენ ხანს შეძლებს ახალი თანამდებობის შენარჩუნებას.